Maestros გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისგან ინფორმაციის და დოკუმენტების გამოთხოვას ითხოვს. Კერძოდ, სხვადასხვა ტელეკომპანიების საეთერო ბადეში სატელევიზიო პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ. Გარდა ამისა, ილია კიკაბიძე ითხოვს ინფორმაციას საეთერო ბადეში სატელევიზიო პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების შესახებ დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში გატარდა თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები ტელეკომპანიების მიმართ. Როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ინფორმაციის გაცემა ამ საკითხებთან დაკავშირებით განცხადების გაცნობის შემდეგ მოხდება. Კომპანია Maestro მიმართა მარეგულირებელ კომისიას მიაწოდოს ის საჯარო ინფორმაცია გარკვეულ ტელეკომპანიებზე, რომლებიც ჩვენ მიუთითეთ ჩვენ წერილში, იმ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც არხები აუცილებელი და ვალდებულები იყვნენ, რომ წარადგინათ მარეგულირებელ კომისიაში. წარადგინეს თუ არა ეს გარკვეული დოკუმენტაცია, წარდგენილი აქვს თუ არა აქვს წარდგენილი, რა ღონისძიებები გაატარა კონკრეტულად ამ არხების წინააღმდეგ. Ვითხოვთ კონკრეტულად იმ ინფორმაციის გამოთხოვას, რომელიც დაკავშირებულია სამაუწყებლო კომპანიების რუსთავი 2-ის, მზეს, საქართველოს, აფხაზეთის ხმის, იმედის, ახალი არხის, საზოგადოებრივი მაუწყებლობის, გლობალ მედია ჯგუფის, სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სატელევიზიო გადაცემების, ფილმების უფლებამოსილების თაობაზე, ანუ მათი მართლმსაჯულებელი გაშვების თაობაზე. საჯარო ინფორმაციას ითხოვს და მე მგონი ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა კომისიას საჯარო ინფორმაცია დადგენილ ვადებში არ დაუბრუნებია ადრესატისთვის.